საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდ დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის აფხაზეთის ტრაგედია საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზეს ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა. ინგლისურ ენაზე შესრულებული ნაშრომი მოიცავს დოკუმენტურ მასალებს აფხაზეთში 1992 წლიდან ჩატარებული ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა შესახებ და ის გამიზნულია საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისათვის. წიგნში შესულია გენოციდის მსხვერპლთა 5000-მდე ადამიანის დეტალური მონაცემები, რომელთა დაზუსტება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. მოცემულ სიას თან ახლავს ისტორიულ, პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი. სრულიად უდანაშაულო ადამიანები, ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომლებიც რაღაც არაადამიანური სისასტიკით აწამეს და მერე სიცოცხლეს გამოასალმეს, სულთა ეთნიკური ნიშნით, რა თქმა უნდა. ჩვენ ვერანაირად ვერ შეურიგდებით იმას და არც უნდა შეურიგდეთ, რომ ამის ჩამდენი ადამიანები მშვიდად გრძნობდნენ თავს. ოდესმე დადგება ალბათ დრო, რომ ეს სასამართლომდეც მივა, მაგრამ სანამ მივა სასამართლომდე, ჩვენ ისინი უნდა ვამხილოთ და ამ ტრაგედიის შესახებ უნდა ვამცნოთ მთელ მსოფლიოს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს დაწესებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. გამიხარდა, როდესაც ეს წიგნი ვნახე, იმიტომ რომ დიდი ხანი არაფერი გამოსულა. არა და აფხაზეთში პროცესები მიმდინარეობს ძალიან სერიოზული. ამ წიგნმა ბევრი რამ გამახსენა, ჩემი მოღვაწეობა, ხალხთან, რომელიც დავინახე დღეს აქ და რამდენი რამ გადავიტანეთ. ამ წიგნმა რაღაც აღვიდგინა მეხსიერებაში ყველაფერი ეს რაც მოხდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრები, აფხაზეთის მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ეთნოკონფლიქტებით დაინტერესებული სპეციალისტები. როგორც გამომსვლელები აღნიშნავდნენ, აქამდე არსებული მშრალი სტატისტიკური მონაცემები და ეუთოს ზოგადი ხასიათის რეზოლუციები მიახლოებითაც ვერ ასახავენ აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის მასშტაბებს, მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ გენოციდს. ხას უსვამდნენ ნაშრომის მნიშვნელობას და აუცილებლობას წიგნის ქართული და რუსული ვერსიების გამოცემის შესახებ.